მოგახსენებთ, შედარებით ახალ ჭირს გამოშთა ვინმე ერთ-ერთი ადამიანი თქვენ შორის არის რამდენიმე დღის წინ იყო ჩემთან ვინმე ნიკა ლეკიშვილი რომელიც გულსმოდინეთ ამტკიცებს უფლისიხი არის იერუსალიმი ნამდვილი საქართველოა ისრაელი და როცა ისინი მოვლენ იურიები აქ თქვენ უნდა თქვათ რომ ჩვენ ებრაელები ვართ თუ არ იტყვით საქართველო აღარ იქნება ანუ რა საკითხებს პარტიულად რომელსაც ზედსახელად დაეხო ენუქი ვინ არის თქვენიცი და რატომ დაეხო ნაკლებად მივხვდები და კეთილსაუბრებში ისიც უთქვამს რომ მომავალი მესიაა სინამდვილეში რა არის ეს არის პირდაპირ გაგებით გავლენის აგენტი ქართველობა უნდა დააჯეროს რომ ეს არის ისრაელი ნამდვილი იერუსალიმია ებრაელები რომ 10 მილიონი არიან უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში და ჩვენ უნდა გვიხაროდეს ეს და ჩვენც ებრაელები ვართ ხედავთ რა გავლენებს აქცევენ ამჯერად და ამგზით დაახლოებით 10 დღის წინ ერთ-ერთმა მაღალმა ისრაელის ხელისუფლების თანამდებობის პირმა სიამაყითა და თვითკმაყოფილებით განაცხადა 10,000-მა ებრაელმა უკვე იყიდა სახლი საქართველოში მარტო სახლებს არ ყიდულობენ, ვიცებს ყიდულობენ ეს ზილისგო და ქართველი რომ გამოიმშვენებს თვალებს იქ უკვე გვიან იქნება ჩვენ ვიზახთ აფხაზეთი როგორ დააკარგეთ სამაჩაბლო როგორ დაკარგეთ ქართული სული დაიკარგა და იმიტომ დაკარგეთ და მე დაიკარგა მიწები აქაც ეს ხდება ქართული სული იკარგება აბიაბროებულია საქართველოში მე დაიკარგა და სულიად დანარჩენი საქართველოში თუ გაინტერესებთ ესე იგი ნოეს კიდობანი რომ ქვია ჯერს სახელდებაც ამ გადაცემის შოუსი საინტერესოა ეხლა ამჯერად არ მოყვები იქ იყო მიწვეული თურმე ეს ადამიანი ცლად ისაუბრეს და ამის გაშვებას აპირებდნენ ანუ გავლენის მოხდენას ქართველებს და აი ქართველების ნაწილი როგორ არის როგორ მერხები ახლა და სულ ერთია ქართველები თავარია კარგად იცხოვას გაიხარდება ებრაელები ფლობენ დედამიწის კაპიტალის უდიდეს უმეტესობას აქ განსაზღვრელი ძალაუფლება ყველა ეს მოვლენები ომები დაწყებული და სოციალური გაჭირვება მათგან არის მართული ყველაფერი და მათი ფულებით მათ შორის ვატიკანიც არის ჩართული და არანაირი ეს რელიგიური დაწესებულება ეს არის წმინდა პოლიტიკური დაწესებულება და სახელმწიფო და სხვადასხვა რომლის პაპი არის პოლიტიკური ის ჩვენთვის არის წვალებელი 100 არც ნაკლები ეგ იქნება სხვა იქნება ვინც წავიდა ვინც მოვიდა არ აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა წვალებლები არიან ისინი და არიან პოლიტიკური ფიგურები მოთამაშეები ამ სიონისტურ ველზე ბრძოლისა ხო და ერთ აი ამ ადამიანმა რომ ჩვენთან იყო შეეწინააღმდება იმ გადაცემის მეშვეობით ასაკეთებ თქვენ იცით თუ რა ვინ არის რა და რა საკეთებს სინამდვილეში თუ თავი შეიკავეს მაგრამ ნახე როგორ ფინანსდება წავიდა და ამ ადამიანმა ნახევარ საათიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღო და აჭარის ტელევიზიით უჩვენა ანუ ყველამ ნახევარ მილიონიანი მოსმენა ჰქონდა აგედა მერტები ქართველების ერთ ნაწილი რა ნიშნულობა ებრაელები და ქართველები უფრო კარგიც არის ეს ძლიერები არიან პოლიტიკურად ფული აქვს და ასე შემდეგ საამური ცხოვრება იქ მეტი ამათი არც საშობლო არსებობს არც ენა არსებობს და არც საქმეება ხო აბუჩად იქნებიან ხედავთ როგორი გავლა საიდან არაგავს ბრძოლები აი როგორც ქართული ამდაზამო საით გავიქეცი იქ წავიქეცი ყველა მიმართულებით ბრძოლა გვაქვს დაწყებული იმით რომ ომში უნდა ჩავერთოთ რუსეთთან დაახლოებით ასე დასუსტებული და არაფრის მქონე საქართველო ანუ ესე იგი ფინია უნდა გავიდეს დათან საბრძოლველად თუ ჩვენ მოვდიახაც ჩვენთანაც ითქვია ბოლო ქართველამდე ვიბრძოლ ბოლო უკრაინელამდე ვიბრძოლ იმას კი არის რომ პატრიოტული მოწოდება იმას ის რომ დედას კიტირებ ყველა უკრაინელს ამოწყვე ქართველ ურიებს აქვთ გეგმაში ესდებს ოფიციალურად ინტერნეტში იხილეთ ვინმე იგორ ბერკუტია გეგმა რომ უკრაინის ადგილას უნდა შეიქმნეს სახელმწიფო ახალი იერუსალიმის სახელით. საქართველოსაც უკვე თვალი უჭირავთ და ხელი აქვს დადებული და ჩვენგან განსხვავებით ჩვენ გავბივართ ერთმანეთს ჭამთან ისინი უკვე კარგად იწყებენ დამკვიდრებას საქართველოში. ერთ დღესაც გამოვივიწეთ და ვიტყვით ისე როგორც აფხაზეთსა როგორ დაიკარგა საქართველო. ჩვენს გამო დაიკარგა. ჩვენი დაუდევრობის სიზარმაცის ჩაქარცეობის გამო დაიკარგა არც მეტი არც ნაკლები. ილია მართალმა ეს საქმე შექმნა თავის თანამედროვე დამხატებულ ქართველებს კი არ ლაპარაკობდა ხოლმე ყველა იმას ვინც მართა როგორებიც ვართ სამწუხაროდ ჩვენგან საგზნობი ნაწილი თუ კი ასია მამა ჩამსისინა ზოგიერთ მასულში თუ ასე ძლიერები არიან თუ ამდენი შესაძლებლობებია თუ
აღვირი ხელში მაფიქრე სოფლიო და ადგილობრივი მოვლენების რა გალაპარაკეთ. სიცოცხლის ბოლო წუთამდე უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ჭეშმარიტი გადარჩენილი მაცხოვნებელი რწმენისთვის, ჩვენი მამულისთვის, სულ ცოტა ჩვენი წინაპრების საფლავები რომ არის და ჩვენი ენისთვის, რომელიც ასე ღრმა არის, თუ გაინტერესებს. თურაშეულის პატრონი დღეში ფანტაზი გარბოდა, უცხოეთში გარბიან სამური ცხოვრებისთვის და ამ უნიკალურ მიწას საქართველოს უმდიროს აქტუალებული არიან თავად უცხოელები, ტოვებენ და ხელში უგდებენ მათ. ვის აღარა? რა თქმა უნდა, გულსატკენია. ეხლა ზოგიერთი იყვნენ და ამობს რა შუაშია გრიგოლ პალამა და საქართველო. შუაშია. გრიგოლ პალამას ჩვენ წარმოიდგინეთ უყვარდა სამშობლო. ელადა თავისი სამშობლო. და მას თუ უყვარდა თავისი სამშობლო, ჩვენ რატომ არ უნდა მივყვარდეთ ჩვენი ქრისტიანული საქართველო, რომელიც დღეს აი უკვე რო ვიტყვით სიმსივნეა გარკვეულ უბნებში და მეტასტაზები აქვს დაწყებული. და არის საშიშროება მთლიანად სხეული მოიცოს ამ საბოლოოდ მოხდეს. არაფერია. ყველა ასეთი ისეთი მათ შორის ასეთი ქართველი და ისეთი ქართველი გვინდა არ გვინდა წამს არ წამ 100 თუ ისია წარვლებით ღმერთის წინაშე და პასუხს მივსებთ ჩვენი საქციელისთვის. როგორც მინდა მამა გაბრიელი ამბობდა, ვის ტაძარში დგევართ, სადაც ადამიანი იბადება, სული წმინდის მადლი იქ გადმოდის მას.